2015 წლისთვის მუნიციპალური პროგრამების ბიუჯეტი შესაძლოა შემცირდეს განცხადება დღეს გიორგი კირთაძემ გააკეთა. საკრებულოს უმცირესობის წევრის განცხადებით მიზეზი შპს მენეჯმენტ სერვისის მიერ 19 წლით ნაკისრ ვალდებულებაზე უარის თქმა გახდა. რის შედეგადაც შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი მერის ბალანსზე გადმოვიდა. კირთაძე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ ქველმოქმედება მხოლოდ პიარისთვის წინა საარჩევნოდ განახორციელა. ბათუმის ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე ამბობს, რომ მუნიციპალური პროგრამები არ შემცირდება და ცენტრის დაფინანსებას თვითმმართველობა უზრუნველყოფს. მით უფრო რომ მერიის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას დამფუძნებელი უნდა განაგებდეს. რატომ აიღო კომპანიამ ობიექტი 19 წლის ვადით, თუ კი წელიწად ნახევარში მის მოვლაზე უარი უნდა ეთქვა, ვიცამერს პასუხი არ აქვს. თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ობიექტზე მოეწყო ინფრასტრუქტურა და გაიმართა მენეჯმენტი, რაც მერიისთვის მნიშვნელოვანია. წელიწად ნახევრის განმავლობაში კომპანიამ ობიექტზე 3 მილიონ ნახევარზე ლარი მეტი დახარჯა მენეჯმენტ სერვისში, ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხებს. იმის ფონზე, როცა ბათუმის ბიუჯეტი მინიმუმ ორჯერ იქნება შემცირებული წინა წლებთან შედარებით და ის იქნება ის ბიუჯეტი, რომლის მიხედვითაც უამრავი ვალდებულება, მათ შორის წინასაარჩევნო ვალდებულებები დარჩება შეუსრულებელი ბატონ ერმაკოვის და ქართული ოცნების გუნდს, ამას დაემატება ის, რომ იმ ვალდებულების შეესრულებლად, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა აღებული 19 წლის განმავლობაში, მომავალ წელს თვითმმართველობას მოუწევს რამოდენიმე მილიონი ლარის დახარჯვა. მაგრამ მარტივია ალბათ ასრულებისა და ანალიზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქველმოქმედება, ფულის დახარჯვა იმ საქმეებში, საქმეებში ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, გამოიყენა მხოლოდ არჩევნებისთვის, მას წინ ჰქონდა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნები და აგრეთვე თვითმმართველობის არჩევნები. არც ერთი პროექტი იმის გამო, რომ დელფინარიუმი სამართავად გადმოეცა თავისივე პატრონს ბათუმის მერიას, არც ერთ პროექტს დაფინანსება არ მოაკლდება. ვინაიდან 2015 წლის ბიუჯეტი არ არის დამტკიცებული, შესაბამისად ახალ ბიუჯეტში ეს საკითხები იქნება გათვალისწინებული.